თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც ადამიანები ჩქარი ნაბიჯით მოძრაობდნენ, უცებ თითქოს დრო შეჩერდა. ჰაერში უცნაური სრიალი გაისმა, მიწიდან კი მკრთალმა სინათლემ ამოანათა. რამოდენიმე წამში იქ, სადაც ჯერ კიდევ წუთი წინ არაფერი იყო, გამოჩნდა ადამიანი. სოლომონ მორბელაძე გაცოცხლდა. მისი ჩოხამტურით იყო დაფარული. გამოხედვა სულ შეცვლოდა, უფრო მკაცრი და ცეცხლოვანი გახდომოდა. გაოცებული მიმოიხედა, სადაზიდული ტაძარი დაინახა, უზარმაზარი სადამჯერები, სულ სხვანაირი ჩაცმულობისა და ვარცხნილობის ადამიანები. მის წინ უცხო ქალაქი გადაიშალა. სად მოხვდი? ჩაელაპარაკა თავისთვის. ვერც ცხენები დაინახა, ვერც ძველი იუმერული ოდები, რაღაც ურჩხულები დახრონდნენ და ადამიანებსაც მიარბენინებდნენ. ყველაზე მეტად ადამიანებმა გააოცეს. ყველა სადღაც ჩქარობდა, ზოგი რაღაც ნივთს ჩაჩერებოდა და თვალს არ აშორებდნენ. არც ძირს დავადნილი აწუხებდათ, არც მინუსაფარი ადამიანები. გაოცდა სოლომონი. ადამიანებს დაუძლებიათ სიღარიბე, მაგრამ ერთმანეთი დაუკარგავთ. უეცრად მისკენ პატარა ბიჭი გამოიქცა შეშინებული თვალებით. დამეხმარეთ, იყვირა მან. სოლომონი იმ წუთას მასთან გაჩნდა. რა ხდება? კაცრად იკითხა. ტელეფონი მომპარეს, ამოისლუკუნა ბიჭმა. სოლომონმა რა ისის რა არის ტელეფონი, მაგრამ პატარას უნდა დაეხმაროს. გაიკიდა მძარცველებს, რომლებიც ლამაზ 1000 სანახაობით სავსე-ქუჩაში დარბოდნენ. პატარა ხელში აიყვანა, რომ სადმე არ დაეკარგა. ქურდებმა ერთმანეთს გადახედეს, ასეთი ძლიერი უცნაური ადამიანი სად გაჩნდა? თავისი უჩვეულო ჩაცმულობითა და უყევი ძლიერი ნაბიჯებით. არ გესმით? შეჰყვირა სოლომონმა. დააბრუნეთ ნივთი. მიხვდა, რომ ძალა იყო საჭირო, გაიქანა და ორივე მძარცველი მიწაზე დაანარცხა. ბიჭი ახმრთოვანებული შეჰყურებდა თავის მხსნელს. ბიძია, მადლობა, ყოჩახ, მაგრამ არ მეგონა ადამიანები ერთმანეთს თუ ეხმარებოდნენ. აბა მანახე რა არის, რაც ქურდებს წავართვი? საოცრება. ვინ მოიგონა? რა მარტივია აქ ყველაფერი. ბიძია, თქვენ საქციელს რა ქვია? როგორ დავპოსტო? ამას ბიძია სამართლიანობის აღდგენა ქვია. ჩემს აქ გამოჩენას კი გმირის ახალი გზა. იმ დღის შემდეგ სოლომონ მორბელაძე 21 საუკუნის მებრძოლად იქცა. ჯერ ვერ გაეგო ვინ მოიყვანა ამ დროში და რატომ, მაგრამ როცა ქალაქს დააკვირდა, მიხვდა. უსამართლობა, რომელმაც მას ძველ დროში გული ატკინა, ისევ აქ იყო. დაიწყო ბედნიერი ცხოვრება. პატარა ბიჭის დახმარებით ყველაფერი შეისწავლა. საოცრებაა ეს სოციალური ქსელები. ადამიანები სასახლეებში ცხოვრობდნენ, მაგრამ არა, ხალხს სიყვარული უნდა ვასწავლო. მან თანამედროვე სამოსი მოირგო, მაგრამ კვლავ უსამართლობის წინააღმდეგ რაინდად დარჩა. ქუჩებში დადიოდა და თვალს ადევნებდა, როგორ ექცეოდნენ ადამიანები ერთმანეთს. როცა ხედავდა ვინმე ჩაგროვდნენ, ხმას იმაღლებდა, დაჩაგრულს ეხმარებოდა. მალე კი მისი სახელი ქალაქის ლეგენდად იქცა. ქუჩებში ერთი გმირი დადის, რომელიც უსამართლობას ებრძვის. ამბობდნენ ადამიანები, თუმცა სოლომონი გმირობაზე არასოდეს ფიქრობდა. მე უბრალოდ მებრძოლი ვარ, ამბობდა ის. იქამდე ვიდგები, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. სოლომონი ძალიან კმაყოფილი იყო თავისი ახალი ცხოვრებით. ახალი? ძველი არც არავინ და არაფერი ახსოვდა.